ანუ აქცია არ არის? არა, კაცო, აქცია. აბა ბატო ბიძინას ხვდები? არა, გინასოლე, ვესალმებით გაგოდებ შემოსულს ხუმრებს. გასაგები. ხო, აი გავაჭეროთ რა. ვიდობა. გასმო. ჩვენ ქვეყანაში არეულობა ქვეყანაში ვიდობა არეულობას. არა, იმედია რომ არაფერი ისეთი არ მოხდება რა. აქცია, რა ვიცი, ხედავთ რომ რამე აქცია. აბა რას ნიშნავს? არაფერი ჩვენთვის ვეუბნებთ. ბატონის ბიძინებოდი თამაშობენ. წარმოდგენა რა მოგვინ მოდის. რა აქცია აქვს დღეს ნაციონალურ სიცხვილის კალიდორში უნდა გავატარო. ბატონი ბიძინა? მანქანა შეძია. უკაცრავად რითი დაიმსახურა ბატონი? ბაჭო, დავიმსახურეთ რომ ვიკეტავენ გზებს 1200 კაციან კოლონას ჭაბუკიან. ნაციონალების ის მშვიდობიანი როგორც ბატონმა გურამმა თქვა სიცხვილის კოლიდორს უწყობს ბატონი არ ვიცი არა ფასურილი გაქვს ბატონი ბიძინაელი სიცხვილის კოლიდორში რა რატომაც არა სადაც ჩემი ხალხი იქნებიან ნაციონალები მეც იქ ვიდგმები მოდი მალე ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ქართული ოცნების წინააღმდეგ ჩვენ ვაპროტესტებთ. ვაპროტესტებთ მაგ პარტიის არსებობას, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ნაციონალური მოძრაობა ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც ჩვენ ერთს გადაარჩენს და ააშენებს. მოდი. ნუნებულია მოცული რა, რაც არის. მანქანა გავაკეთე, მე რიგება. დამძაბი. ჩვენ გამოვიდა. მანქანა ახლობთ 27 კაცი ყვარელში. ეს 27 კაცი გურჯანამდე ჩახვა გუშინ და იქაც დაემატა 28, 55 კაცი გამოდის ხო ჯამში. აქაც მე მგონი 1-20 კაცი იყო ხო? აი ეს არის ჭეშმარიტად ხარდამჭერები სააკაშვილის და ეს ბავშვებიც
უმრავლესობა არჩევნებზე ვერ მოვა. ვინც მოვა შეიძლება იქედანაც ვერ ხმა არ მიცეს. შესაბამისად, აი ეს არის მთელი რეალობა. არავითარი შანსი სააკაშვილს აღარ აქვს 4 დღე დაგვრჩა და გავაფორმოთ ყველაფერს. მაგრამ დაჩვენეს კახელებმა, როგორ დინჯათ მოიქცნენ, როგორ ღირსეულად ექცევიან ამ უღირსო კაცს. ეს ბავშვები ჩვენი შვილები არიან. მაგ ბავშვებზე გაღიზიანება არ შეიძლება და არც გამოხატავენ. ნახეთ როგორი დინჯები ვართ, როგორი კულტურელები ვართ ქართველები. როგორ პასუხობთ მათ უღირსობას ღირსეულად. როგორ პასუხობდით გუშინ გურჯანელები, როგორ დაგვადგნენ თავზე და გვაყვირებდნენ ზემოდან ბავშვებს. იმ ბავშვებს მოეფერეთ ყველაზე მეტად. გამოვიდა ოთარ მეღვინეთუხუცესი პირველი სადღეგრძელო მაგათი დალია მაგ ბავშვების. ვერ მოახერხა ამ ერთმა უღირსო კაცმა, ამ დაუბალანსებელი ხასიათის კაცმა ვერ მოახერხა და ვერ არია ჩვენი ისტორიული ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი კულტურა, 30 საუკუნოვანი უწყვეტი კულტურა გვაქვს. ჩვენ ძალიან ხშირად ვიმეორებთ, მე ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გენებში ძალიან ძველი სისხლი ჟღერს, ჩქეფს. და აი ეს არის შედეგიც მაგის. მოვიდა ერთი არეული კაცი, უნდა და ქვეყნის არევა დაპირისპირება, ვერაფერიც ვერ მოახერხა. ნახეთ როგორ უღირსობას როგორ ღირსეულად ხდებიან ქართველები და როგორ დინჯად არიან გახელები. აი ეს არის ძალიან სასიხარულო და სასიამოვნო. ეს პროცესები, რასაც თქვენ დღეს უყურებთ, არის საწინდარი იმისა, რომ ძალიან სწრაფად ახდება ჩემი დიდი ოცნება. ძალიან სწრაფად ჩამოყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. აი უკვე ყალიბდება, ეს პროცესი დაიწყო, რასაც შლიდნენ, რასაც ანაწევრებდნენ, პროცესი დაწყებულია და ჩემი დიდი ოცნება არის, რომ საქართველოში ევროპული ტიპის ჭეშმარიტად სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდეს და აი ამის ჭეშმარიტება ნელ-ნელა უფრო მტკიცდება და ყველაფერი კარგად. ნაციონალური მოძრაობა. ჩვენი მიტინგია და გვიშნია. ეს მიტინგი სათავეა. აი, მოსახლეობას ხვდებით, აია. მოსახლეობას ხვდებით. მე სხვადასხვა ვერსია მოვისმინე, რომ პინგვინებს ელოდები. ვინ არის პინგვინები? მოვისმინე, რომ პინგვინები საქართველოში არის ციფრა რაღაცა. რა ვერსიებით მოვისმინე იმაზე ნელა. აია, გქონდა ჩვენ. მე ჩემ ვერსიას გეტყვი. აქ გქონდა ჩვენ შეხვედრა, მოგვიწვიდა ოცნების ხალხი და დააფირეს ჩვენი შეხვედრის ჩაშლა. აი ეს იყო თავი. ოცნების ხალხი. აბარა, არიყავით რა პროვიდექი და ისინი მერე მოვიდე. რა ერთხელ თქოს. ჩვენ რაც აი მოსახლეობას ხდებოდა, მოსახლეობის შეხვედრა. მე გაგინებ როდის მე ჩვენ სავალდეთ თქვენს დაიშალეთ რა. არ გიცხოვრეთ, მაგრამ ვინ გითხრა, ვინ უნდა მეკითხა. დავამთავრეთ, ლაპარაკი.